მოგესალმებით ძვირფას ტელემაყურებლებო, თქვენს წინაშეა საზოგადოებრივი ანალიტიკური გადაცემა ერთობიდან ერთსულოვნებამდე. მე მისი წამყვანი და ავტორი მიხეილ ანტოლაძე გახლავართ. დღეს ჩვენ მიმყოფებით პუბლიცისტი და საზოგადო მოღვაწე ბატონი ვაჟა ოთერაშვილის, პოეტის ბატონი ვაჟა ოთერაშვილის ოჯახში, კარნიდამოში და ბატონ დავით გალეგაშვილთან ერთად, რომელიც ფაქტიურად ესტაფეტირებული შემოქმედებით აგრძელებს იმ საქმიანობას, რასაც მე ვმსახურებოდი 10-15 წლის განმავლობაში, ის გახლავთ დღეს საზოგადოებრივი ორგანიზაცია ერთსულოვნება საზოგადოების უფლებებისათვის ორგანიზაციის ხელმძღვანელი და თავმჯდომარე და ძალიან კვალიფიციურად და მაღალ შემოქმედებით და ერუდირებულ კონტექსტში სწავლობს ისტორიას, ენათმეცნიერებას, ჩვენი ქვეყნის მნიშვნელოვან ღირსეულ ადამიანების შემოქმედებას და ცდილობს, რომ თქვენს წინაშე წარმოაჩინოს და ეს ადამიანები უკვალოდ არ დაჩნენ არც ჩვენი ყურადღების მიღმა და არც საერთო მათი აღმოჩენების კუთხით. აქედან გამომდინარე, ჩვენთვის ძალიან დიდი პატივია ბატონ ვაჟესთან სტუმრობა. მით უმეტეს, რომ დღეს ჩვენ ძალიან სერიოზული ნაბიჯი გვაქვს დაგეგმილი ბატონ დავით, ჩვენ თოთის მთაზე უნდა ავიდეთ და 1700 წლის წინ, როდესაც წმინდა მეფე მირიანის ნადირობის დროს მოხდა მზის დაბნელება და შესაბამისად მან განაპირობა ჩვენი სახელმწიფო დონეზე ქრისტიანული რელიგიის წარმოჩენა და აღიარება, აი ეს ადგილი უნდა მოვინახულოთ და მე ვიმედოვნებ, რომ ბატონი ვაჟაც და ბატონი დავითიც ძალიან სერიოზულ რაკურსს და ინფორმირებას მოახდენს საზოგადოების, რომელიც ამ ისტორიას და ამ თემას ეხება. ეხლა მინდა ბატონ ვაჟას ვთხოვო, როგორც და ესე ვთქვათ, პოეტს და საზოგადო მოღვაწეს, ორივე სიტყვა გვითხრათ თქვენი შემოქმედების შესახებ ბატონ ვაჟა და შესაბამისად მე უკვე ის დამოკიდებულება, რომელიც ახლა აღნიშნე 1700 წლის სახელმწიფო რელიგიად ჩვენი ქრისტიანობის გამოცხადების შესახებ. ახლა ჩვენ ვიმყოფებით ჩემ მამა პაპისეულ სახლში. ეს არის სოფელი ქვემოჭალა, ოთარა ან თუბანი. აი ამ კარნიდამოზე ამ სახლში, აი ამ ოთახში ცხოვრობდა ჩემი დიდი პაპაც, იოსებ ოთარაშვილიც, მისი მეუღლეც მარიამ საჩალელიც, რომლებიც საკმაოდ ლამის საუკუნე იცოცხლეს და იოსები პაპა იყო გელათის ეკლესიის დიაკვანი, როცა ის 7 წელი მსახურობდა რუსეთის იმპერიის ჯარში. ამის შესახებ სხვათა შორის კარგად იცოდა ცხონებულმა იოსებ ბურჯანაძემ, დიდმა წინამძღვრმა გელათის ეკლესიისა. შემდეგ ცხოვრობდა აქ ლექსო ოთარაშვილი პაპაჩემი, თავის სოფიო ზაუტაშვილთან მეუღლესთან ერთად და მე უკვე მამაჩემი და მე ვცხოვრობ, მე დავბრუნდი, უკვე 9 წელია, რაც აი მუდმივად აბსოლუტურად ერთი ღამე თბილისში და სხვაგან არ გამითენებია, სხვაგან შეიძლება არ გამითენებია. ჩემი მოღვაწეობა ეხება ორ მხარეს, ისე მრავალმხრივია ახლა, იმიტომ რომ მე დავამთავრე ავტომატიკის და გამოთვლითი ტექნიკის ფაკულტეტი, ესეთი ძვირფასი ადამიანი იყო ჩემი კათედრის გამგე, როგორც იყო აკადემიკოსი გოჩა ჩოგოვაძე. თუმცა ჩემო გპის რექტორი ხო? კი, ჩვენი გპის რექტორი შემდგომში ელჩი საფრანგეთში და ასევე სხვა ქვეყნებში იუნესკოს გენდირექტორის მოადგილე, ინფორმატიზაციის სექტორის ხელმძღვანელი, ბოლოს მრჩეველი იუნესკოს გენდირექტორისა და ასევე ჩემი ხელმძღვანელი იყო ზაურ ყურაშვილი, აკადემიკოსი, ძვირფასი ადამიანი. მაგრამ აი პარალელურად ამ კიბერნეტიკაში მოღვაწეობისა 1977 წლიდან უკვე ლიტერატურულ პერიოდიკაში ქვეყნდება ჩემი ლექსები. აი ჟურნალ ცისკარის დაბანტება ნობატში უკვე 1977-78 წლებში იბეჭდება ჩემი ლექსები, შემდეგ უკვე 1979-80 წლებში უკვე ინტენსიურად ბეჭდავს ჩემი ლექსები ჟურნალი ცისკარი, მნათობი
ლიტერატურული საქართველოს და სხვადასხვა ჟურნალები, იმ დროს გამომავალი ჟურნალები. მე თბილად მიმიღო იმ საზოგადოებამ იმ დროს ცისკრის რედაქტორი იყო გურამ ფანჯიკიძე, GPL-ი და მან სიამაყით აღნიშნა, რომ რაც მაგრები ვართ, GPL-ები ვართ და ამიტომაც რო იტყვიან გულში ჩამეხუტა იმ თაობამ, ეს იქნებოდა გურამ ფანჯიკიძე, ეს იქნებოდა მორის ფოცხიშვილი, ეს იქნებოდა ოტია პაჭკორია, გივი გეგეჭკორი, ჩემი რაიონის მკვიდრი და განსაკუთრებით დასამახსოვრებელია ბატონი ჭაბუ ამირეჯიბი, რომელიც გამაცნო ბატონმა ოტია პაჭკორიამ და ბატონი ჭაბუ ამირეჯიბი იყო იქიდან დაწყებული ჩემი კუმირი ბოლომდე გარდაცვალებამდე და ჩვენ დიდი მეგობრები ვიყავით და დიდი ახლობლები ვიყავით. მე წილად ხვდა პატივი ყოფილიყავი რედაქტორი ბატონი ჭაბუ ამირეჯიბის საუკეთესო შედევრისა გიორგი ბრწყინვალე, რომელიც სწორედ ეხება საქართველოს ისტორიას, აუბედით პერიოდს მონღოლების შემოსევისა და ასევე მაშინ როდესაც ვიყავ გამომცემლობა ეროვნული მწერლობის დირექტორი, მისი მოთხრობების კრებული გამოვეცით და მადლიერებით მინდა აღნიშნო, რომ ბატონი ჭაბუასგან ბევრი რამე ვისწავლეთ და ბატონი მუხრან მაჭავარიანისგან, რომელთა რეკომენდაციითაც და გივი ძნელაძის რეკომენდაციით ასევე მიმიღეს მწერალთა კავშირის წევრად. აი ამ ხალხის რეკომენდაციით ასევე მოღვაწეობდა იქ ვაჟა ჩორდელი, ესეც ჩემი ნათლია და ახლობელი, რომელიც პასუხისმგებელი მდივანი იყო ნათობის, მერე ჟურნალისტის, მერე ჟურნალ ნათობისა, ნობათისა და აი ეს პერიოდია, როდესაც ჩემი ლექსები ეცნობა საზოგადოება და გამოდის პირველი წიგნი 1991 წელს ხილვადობა, რომელიც თარგმნეს იმ დროს თარგმნელობითი კოლეგია იყო და მოულოდნელად საკავშირო კავშირების მესამე პრემია დაიმსახურა იმ დროინდელ საბჭოთა კავშირში და ეს დიდი ის იყო, იმიტომ რომ ეს ლექსების კრებული იყო. ლექსების კრებული ხილვადობა, რომელმაც ესეთი მე უკვე გამოდის მეორე წიგნი, თოვლისფერი ღამეები, მე ამავე დროს ხდები პოეზიის საღამო იმართება მოსკოვში, ქართველი პოეტებისა, ერთად გამოდივართ მე ენვერ ნიჟარაძე, დათო მახრაძე, მაყვალა გურნაშვილი, გიგი სულაკაური და ჩვენი პოეზიის საღამო საქველმოქმედო ხასიათს ატარებდა, მთელი მოსკოვი აფიშებით იყო მოფენილი იმ დროს, მოგეხსენებათ სვანეთში მოხდა დიდი უბედურება, ზვავები და მეწყერები და ის შემოსავალი ამ გადავიწყეთ ამ სვანების თითის დაზიანებულ, მეწყერით დაზიანებულ ფონდში. აი მე აქედან უკვე შეგვარჩიეს და მე უკვე ალმა-ატის პოეზიის ფესტივალის ლაურეატი ხდები 1987 წელს ლექსით იმაზე ცოტა მეტი ვარ, შენ რო გონია მტერო. ეს ლექსი მაშინვე ითარგმნა იმდროინდელი მოწმე რესპუბლიკების თუ არ ვცდები ყველა ენაზე 12 ამ ლექსის 12 ენაზე თარგმანი მაქვს, არ ვიცი შეიძლება ზოგიერთი მაკლია. ჩვენ ამჟამად ვიმყოფებით ისტორიულ თოთის მთაზე, სადაც მზე დაუბნელდა მირიან მეფეს და სწორედ აი ამ ადგილზე მან დაუჩოქა უფალს და შეხაღადა მწამს უფალო შენი უფალო ჰრომაელთაო, ანუ როგორც ეს ქართლის ცხოვრება მოგვითხრობს და სწორედ აი აქედან იწყება მასში ქრისტიანული რწმენის შემოსვლა. აი ამ ადგილზე ასევე პირველი ჯვარი წმინდა ნინოს კურთხევით იქნა აღმართული. მოგეხსენებათ, რომ სამი მისტერიული ჯვარი, ერთი უჯარმაში, ერთი მცხეთაში და სწორედ ერთი კასპის რაიონის დღევანდელ აი ამ ტერიტორიაზე თოთის მთაზე აღიმართა.
აი ამ ეკლესიის ადგილას მეოთხე საუკუნის შუა წლებში 20-იან წლებში როგორც ლეონიდე ოქროპირიძე გადმოგცემს პირველი ტაძარი აღიმართა წმინდა გიორგის სახელობისა და ფაქტიურად ეს იყო მსოფლიოში პირველი ტაძარი წმინდა გიორგის სახელობის ტაძარი, რომელიც სწორედ წმინდა ნინოს კურთხევით აიგო, რამე თუ წმინდა ნინო და წმინდა გიორგი ერთმანეთის ბიძაშვილ-მამიდაშვილები იყვნენ. უფრო მოგვიანებით იკურთხა ეს ტაძარი წმინდა ნინოს სახელზე და აი სწორედ ამ სანახებიდან ჩანდა იმ დროს და დღესაც ჩანს ის სამი ქალაქი ძველი საქართველოსი, ძველი იბერიისა, რომელსაც ეწოდებოდა ასპი, კასპი და უფლისციხე. აი ეს უძველესი ქალაქები, რომელიც ჯერ კიდე ანტიკური ხანიდან არსებობდა, რამე თუ თვითონ ქალაქი კასპის ისტორია 2600 წელს ითვლის. და უფრო ძველია კიდე უფლისციხე. 2600 წელზე მეტისა უფლისციხე, რომელიც უძველესი იბერიის ქართველთა ქალაქი იყო. ეს ადგილი მისტერიული ადგილია ჩვენი ქრისტიანობის ისტორიისა. ფაქტიურად სწორედ აი ამ სანახებზე ირწმუნა მაცხოვრის რწმენა წმინდა მირიან მეფემ. სწორედ აქედან აღეხილა თვალი, როგორც მემატიანე ბრძანებს ჭეშმარიტი უფლისაკენ სავალ გზაზე. და დღესაც ბუნებრივია, რომ აი ეს არის წმინდა ადგილი და როცა ჩვენ ვზეიმობთ ქართველთა გაქრისტიანების 2000 წლის და მეტი ხნის იუბილეს და 1700 წლის სახელმწიფო რელიგიად ქრისტიანობის გამოცხადების იუბილეს, უპირველესი ნიში ჩვენი ქრისტიანული სარწმუნოებისა სწორედ წმინდა ნინოს სახელობის ეს ეკლესია, რომელიც ამაყად გადმოყურებს იქით კასპის სანახებს, იქით სოფელ აღაიანს, მტკვრის ხეობას და აი აქ თითქოს ისევ ცოცხლდება ის ძველი ისტორია, როდესაც თოთის მთაზე სანადიროდ წამოსული მირიან მეფე შეხაღადებს უფალს, რომ აღეხილოს თვალი და დაინახოს მზე და დაინახოს გზა. ეს სიმბოლურ დატვირთვასაც ატარებს, რამე თუ სწორედ აი აქედან იწყება ნათლის შემოსვლა მეფის ცნობიერებაშიც, ქართველი მეფის ცნობიერებაშიც და საერთოდ როდესაც მეფის ცნობიერებაში შემოდის, ბუნებრივია, რომ ის სახელმწიფო პოლიტიკა შესაბამისად იცვლება მთელ ქვეყანაში, იბერიის სამეფოში და ხდება ქრისტიანობის როგორც სახელმწიფო რელიგიად ჩამოყალიბების საფუძვლების ჩაყრა და მართლაც გამოხდება ხანი და უკვე რამდენიმე წელიწადში მთლიან საქართველოში, მთლიან ტერიტორიაზე ქართული სახელმწიფოსი გამოცხადება ქრისტიანული რელიგია. უნდა ითქვას, რომ წმინდა ნინოს შემოსვლას ბატონი ვახტანგ გოილაძე, რომელმაც მიაგნო უნიკალურ სირიულ წყაროებს, მიუთითებს წმინდა ნინოს შემოსვლას მცხეთის სანახებში 302-303 წელს. და აი ხოლო ქრისტიანობის შემოსვლას სამეფო კარზე მიუთითებს, რომ ეს არის 317-319 წლები და ასტრონომიულადაც ზოგიერთი მონაცემით 20 მაისს, ზოგიერთი მონაცემით 20 ივლისს დგინდება ეს, რომ სწორედ მზის დაბნელება იმ პერიოდში, აი ამ ადგილზე, თოთის მთაზე, სწორედ და ქართლში, იყო სწორედ ამ პერიოდში და ალბათ სიმბოლურიც არის, რომ სოფელ აღაიანში ნინოობას ზეიმობენ 20 მაისს, აი 20 მაისობასაც ეძახდნენ ადრე კომუნისტების დროს და შემდგომ
უკვე აი ეს დღესასწაული, სასულიერო დღესასწაული 20 მაისი იყო სწორედ ნინოობის დღესასწაული და ამოდიოდა ხალხი და ლოცულობდა თვით კომუნისტური რეჟიმის პერიოდშიც კი. სხვა რა შეიძლება ითქვას? ეს ეკლესია ბაზილიკური სტილისაა, ძველი აგებულია, რა თქმა უნდა, ქვის შემადგენელი ქვებით არის აგებული, შემდეგ არის განახლებული და უკვე კათოლიკოს პატრიარქის ჩვენი უწმიდესი და უნეტარესის ილია მეორემ უკვე აკურთხა იგი წმინდა ნინოს სახელზე და მას შემდეგ ეს არის წმინდა ნინოს ეკლესია, სახელობის ეკლესია. თუმცა კიდევ ვიმეორებ, რომ მისი საფუძველი, რომელიც არის მეოთხე საუკუნის 20-იანი წლებისა, 20-იანი 30-იანი წლებისა, არის წმინდა გიორგის სახელზე, როგორც ლეონიდე ოქროპირიძე გადმოგვცემს. და ბუნებრივია, რომ საქართველოში წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიები, სალოცავები, საყდრები, ნიშები უამრავი იყო და მოფენილი იყო და მოფენილია დღესაც საქართველოს. ამიტომაც აი ეს ისტორია ამ ეკლესიის ფუძისა სწორედ უკავშირდება მეოთხე საუკუნის 20-30-იან წლებს. 2026 წელია. 1700 წელი გავიდა ზუსტად, მას შემდეგ რაც წმინდა მეფეს მირიანს სწორედ აქ ამ ადგილზე თოთის მთის წვერზე მზე დაუბნელდება, ვერ ხედავს ვერაფერს, შეღაღადებს წარმართულ ღვთაებებს, არ შველის არაფერი და დაუჩოქებს და იესო ქრისტეს მიმართავს, რომ აღეხილოს მას თვალე, დაუბრუნდეს ხედველობა, რაც მოხდება კიდეც. სწორედ ამან გადაწყვიტა მერიან მეფისთვის, რომ ერთადერთი ღმერთი მხოლოდ იესო ქრისტეა და სწორედ აქედან ზუსტად 1700 წლის წინ იწყება საქართველოს სახელმწიფოს, ქრისტიანულ სახელმწიფოთ დადგენა და მთელი ქართველი ერის გაქრისტიანების, მოქცევის დიდი ეპოქა. 1700 წელი უზარმაზარი რიცხვია, წარმოუდგენელია, რომ საუბრობდა, აქ საუბარი 17 საუკუნეს შეეხება. რამდენი თაობა გაიზარდა, რამდენი ბავშვი მოინათლა, რამდენი ქრისტიანია და ეს გაგრძელდება ყოველთვის და ყოველთვის საქართველოს ამით იძლიერებს. ეს მოხდა 20 ივლისს. ლეონტი მრავალს ეს თარიღი აქვს შემონახული. რატომ 20 ივლისი? ეს დიდხანს არ იყო ცნობილი, მაგრამ მოხდა 21 საუკუნეში საქართველოს რამდენიმე დიდი მეცნიერი შეემატა, ვინც დაიწყო ამ უცნობი საქართველოს ამოხსნა. ერთ-ერთი მათგანი არის ბატონი ალიკო ცინცაძე, რომელმაც დაადგინა, რომ ქართველური ენები, ქართული, სვანური, მეგრული და ლაზური, ეს ენები მათი სიტყვების საკმაოდ დიდი ნაწილი, რომელიც შეეხება საღვთო პანთეონს, რომელიც შეეხება რელიგიას, ასევე კალენდარულ ტერმინოლოგიას, მათი უმრავლესობა მათემატიკურ პრინციპებზეა აგებული. აი მაგალითად, თოთა ჩვენ ვამბობთ სიტყვას მზ, იგივე მზე, ეს მზ ძველი ფორმაა. აღმოჩნდა, რომ ეს უბრალოდ სახელი არაა. მ რიცხვით მნიშვნელობით 40-ია, ზ 7-ია, ჯამში მზ გვაძლევს 47-ს და რომ დავიანგარიშოთ, უკიდურესი გადახრის კუთხეები მზისა მთელი წლის განმავლობაში, ეს არის 47 გრადუსი. პრაქტიკულად სიტყვა მზე ეს ყოფილა კოორდინატები მზისა, რომელსაც ის მთელი წლის განმავლობაში, 6 თვის განმავლობაში გაივლის და შემდეგ გამოივლის უკან. სწორედ ასეთი ყოფილა 20 ივლისიც. ძველ ეგვიპტელებს 20 ივლისს ეწყებოდათ ახალი წელი. მათთვის დადგენილი იყო მხოლოდ 365 დღიანი წლის არსებობა. არ შეიძლებოდა რომ ნაკიანი წელი ჰქონდათ მათ. ეს ეთყობა ქართველებმა დაუდგინეს მათ, რომ ისინი აქ უნდა გაჩერებულიყვნენ. და ეს 365 წელი 1460 წლის განმავლობაში
ერთხელ მეორდებოდა და რატომ? იმიტომ რომ 4 წლის გავლის შემდეგ ახალი წელი დაიწყებოდა უკვე 19 ივლისს, შემდეგი 4 წლის გავლის შემდეგ 18 ივლისს და უნდა გასულიყო 1460 წელი, რომ 20 ივლისამდე დამდგარიყო ის თავარი თარიღი. 20 ივლისი ეწოდებოდა სოტისის პერიოდი, სოტისის ახალი წელი და ეს მხოლოდ 3-ჯერ არის დაფიქსირებული ეგვიპტის მრავალ 1000-წლიან ისტორიაში. რა არის ეს 20 ივლისი? 20 ივლისი ეს არის ძველი კალენდრით ელიობა. ისაც საქართველოს ზეიმობს 2 აგვისტოს, თელ საქართველოში დაწყებული დედოფლის წყაროდან დამთავრებული გურიაში, ქართლში და სვანეთში და სამცხე-ჯავახეთში 20 ივლისი უდიდესი დღესასწაულია. რატომ? და რატომ ქვია მას? რატომ არის ელიობა ამ დღეს? იმიტომ რომ აქ ხალხი ქრისტეშობამდე შეღაღადებდა ღმერთს, რომელიც სახელიც იყო ელი. ეს არის სემიტი ხალხებისთვისაც წოდებული, გაგიგიათ ბევრს, რომ არაბებიც, ებრაელებიც ამ ელ ხმარობენ ამ სიტყვას თავიანთ საუბრებში. მაგრამ არც არავინ არ იცოდა ალიკო ცინცაძემდე რას ნიშნავდა ეს ელ. მზის მაგალითი მოგიყვანეთ. ასეთია სიტყვები, როგორიც არის ღმერთი, როგორიც არის მეგრულად ღორონთი, როგორიც არის უამრავი სიტყვა ქართული საკრალური სიტყვებს გულისხმობ ამ შემთხვევაში, რომელიც რომ სწორედ მათემატიკურ პრინციპებზე აგებული და რა ყოფილა ელ? ელ არის მიმანიშნებელი წლისა. ეს არის ერთი წელი და როგორ და რანაირად? იმგვარად რომ ლას, ანუ ასონიშანი ლ ასომთავრულ ანბანში მე-12-ია რიგით. მისი რიცხვით მნიშვნელობა 30-ია. ადრე ეგვიპტელებიც და როგორც ჩანს, ძველად ქართველებიც წელიწადს 30 დღიანი თვეებით ანგარიშობდნენ. ასეთი თვე იყო 12 წელი. ანუ ელი ლას რომ თქვათ 12-ჯერ 30-ს ანგარიშობდა. ეს 360 დღეა. ერთის მხრივ 360 გრადუსიც არის, რომელიც წრეს აღნიშნავს მათემატიკურად, მაგრამ გარდა ამისა 360 დღე ამდაგვარად ელით არის გამოსახული. ეს ლასი, იგივე ელ საერთაშორისო სახელდებით ლ რომ თქვათ, რიცხვით მნიშვნელობით 30-ია გითხარით და რიგითი მნიშვნელობით 12, 12-ჯერ 30 360-ია, მაგრამ 360 ჭირდება კიდევ დამატება 5 დღისა, 5 რიცხვისა, რომელიც მას შეავსებს ელამდე. 5 მე-5 ასონიშანი, ეს არის ქართული ასომთავრულის ასონიშანი. და ლ ჯამში გვაძლევს 12-ჯერ 30 360 დამატებული 5 365. ეს არის მთელი წლის დასრულება. მირიანს 20 ივლისს, იმიტომ შემთხვა ის მზის დაბნელება მაინც და მაინც აქ ამ მთაზე, იმიტომ რომ თავრდებოდა ძველი ეპოქა, ვიდრე საქართველოს გახდებოდა ქრისტიანული სახელმწიფო და იწყებოდა ახალი. ეს წარმოუდგინოთ, თავრდება ძველი წელი და იწყება ახალი წელი. აი ეს 20 ივლისი, იმიტომაც იყო მაშინ ბატონი ვაჟა ოთარაშვილი როგორც ბრძანებს, იმიტომაც იყო მზის დაბნელებაც მართლაც გამოთვლილი 20 მაისი 20 ივლისია, მაგრამ ამ შემთხვევაში მე უფრო 20 ივლისისკენ მივიწევს გული, ვინაიდან ის დაკავშირებულია წარმართული ეპოქის ათასწლეულებთან და არა მარტო საქართველოში, არამედ ეგვიპტე ვახსენე და ეგვიპტეშიც. ჩვენ შეიძლება ვთქვათ, რომ ალიკო ცინცაძის ეს აღმოჩენა უზარმაზარია, ქართული ჰემატრია, გემატრია და ეს სიტყვები და ეს სახელები საოცარ შედეგებს გვაძლევს და ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ალიკო ცინცაძეს ამ აღმოჩენის შემდეგ ჯერჯერობით მხოლოდ 3 ადამიანია ქართული ისტორიის განმავლობაში დადგენილი, ვინც იცოდა ამ პრინციპების არსებობა. რა თქმა უნდა, სხვაებმაც იცოდნენ, მაგრამ ეს ჯერჯერობით მხოლოდ 3 ადამიანის მიერ დატოვებულ ნაწერებში ხრჩება. ყველაზე ახლოს ჩვენთან შოთა რუსთაველია, ამაზე ცალკე წიგნია გამოცემული და შოთა რუსთაველს ეს ცოდნია. ეს არის იოანე ზოსიმე, ქართველთაგან ერთ-ერთი უდიდესი ქებაი და დიდებაი ქართული ენისა ის ავტორი, სადაც თლიანი პრინციპია ჩადებული და გაერთიანებულია ის აღმოჩენა, რომელიც რამაზ პატავიძემ გააკეთა, თუ როგორი ყოფილა ქართული ასომთავრული და ის აღმოჩენა, რომელიც შემდეგ უკვე ალიკო ცინცაძემ გააგრძელა, რომ ეს ჩვენი ენა ჰემატრიული, გემატრიული, მათემატიკური აღნაგობისა ყოფილა. და იოანე ზოსიმემ თავის ამ პატარა ხელნაწერში ქებაიში ეს ყველაფერი
გაერთიანებულად დაგვიტოვა და იქ სხვათა შორის თავარი სიტყვა რომელიც აღმოჩნდა, რომელიც ზუსტად განმარტავს მზის კალენდარს, რომელიც ხოლმე მე-19 საუკუნეში აღმოაჩინეს ევროპელმა ასტრონომებმა, ჩვენთან სიტყვაში წელიწადი ეს უკვე დევს L C შემდეგ წადი ეს ყველაფერი წელიწადი ქმნის 128 წლიან ქართულ მზის კალენდარს, რომელიც წამზე ნაკლები სიზუსტით ზომავს წელიწადს, ასტრონომიულსაც და ადამიანის მიერ დადგენილსაც. და ჩვენ შეგვიძლია ასე დავამთავროთ ჩვენი საუბარი, რომ აქ ლეონტი მროველმა რომ დაგვიტოვა ჩვენ რომ ეს ყველაფერი მოხდა 20 ივლისს, ეს ლეონტი მროველი უკვე მესამე ქართველია, ვისაც ეს ცოდნა ჰქონია. სხვებიც არიან, რა თქმა უნდა, შეიძლება არაერთი და შეიძლება ათეულები, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ვისგანაც ჩვენ დაგვრჩა ნაშრომი, მხოლოდ 3 ასეთი ლეონტი მროველი, 20 ივლისის მანიშნებელი და ასევე ფარნავაზი სიტყვას ასევე გემატრიულია, რომელიც ლეონტი მროველთან არის ესეთ შენახული, ყავს ჩვენი იოანე ზოსიმე და დიდზე დიდი პოეტი კაცობრიობის ისტორიაში შოთა რუსთაველი. მასაც ეს ყველაფერი ცოდნია ზუსტად. დიდი მადლობა. ძვირფასოვან მაყურებელო, ჩვენ საზოგადოებრივი ანალიტიკური გადაცემა ერთობიდან ერთ სულოვნებამდე დღევანდელ ესე ვთქვათ კასპის მიდამოებში მოიერებს წყვეტს და თქვენს წინაშე აფიქსირებს იმ დამოკიდებულებას, რომლითაც ყოველთვის და შვალული, რომ ის მონაპოვარი, რაც ჩვენი წინაპრების ღვაწლმოსილებით ჩვენ აკეთებია, უნდა გადაეცეს თავმავლობას და ეს დამოკიდებულება, ის ენერგეტიკა და ის ამოძრავებელი პროცესი, რომლითაც იქნეს ძლიერი მბუდა. გეშვიდობებით, დიდი იმედებით, დიდი სიყვარულით და რა თქმა უნდა პერსპექტივის მოლოდინით. ყველა ჩვენგანის ერთიანობით და ამ ერთიანობის სრულოვანი დამოკიდებულებით. მომავალ შეხვედრამდე